უპირველეს ყოვლისა, კომუნისტურ ციხეში ყოფნის გამოცდილებამ დამანახა თითქმის მთელი რუმინელი ხალხის ტანჯვა, უფრო ღრმად. რადგან იქ ყველა კატეგორიის ადამიანი იყო წარმოდგენილი. იყვნენ გლეხები, ინტელექტუალები, ჯარისკაცები, მორწმუნეები და ათეისტებიც კი. თითოეული თავისებურად რეაგირებდა და მათგან ვსწავლობდი ისეთ რაღაცეებს, რასაც თავისუფალ ცხოვრებაში გარეთ ყოფნისას ვერ შევამჩნევდი. მაგალითად, აქ ანთიმის მონასტერში ხშირად მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც ციხეში იყვნენ ნამყოფი და თავიანთ განსაცდელებსა და გაჭირვებებს ყვებოდნენ. მე უსმენდი მათ, თანაუგრძნობდი, მაგრამ სინამდვილეში მათ ტანჯვას ვერ ვიზიარებდი. ხოლო იქ, იმ ადგილას, მოსმენის მიღმა, მე ვხედავდი ყველაფერს ცოცხლად და თავადაც ცხოვრობდი ამ გამოცდილებით. სწორედ იმიტომ, რომ ეს განსაცდელი პირადად გამოვიარე, ამ ყველაფერმა ჩემს სინდისზე ბევრად ძლიერი ზეგავლენა მოახდინა. ეს იყო გამოცდილება, რომელსაც ყველა ერთად ვიზიარებდით. იქ ყველას თავისი მოთხოვნილებები ჰქონდა, თავისი მწუხარება და ავადმყოფობა. და ეს ყველაფერი ერწყმოდა ჩემს საკუთარ ტანჯვას. და მათგან ვსწავლობდი. იქ ლოცვაც კი ბევრად უფრო პირადი გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა გარეთ. ასე შევიცანი ტანჯვის დანიშნულება ჩემს ცხოვრებაში და მივხვდი, რომ ის შეიძლება სასარგებლოც იყოს. გავიგე ისეთი რამეები, რასაც გარეთ ვერ გავიგებდი. ისევე როგორც ადამიანი, რომელიც იძულებით და უხალისოდ მარხულობს. ის ამას სწორი შინაგანი განწყობის გარეშე აკეთებს. მაგრამ როცა სულში არსებობს შინაგანი ბიძგი, რომელიც გიჭერს მხარს, მარხვა სიხარულით აღესრულება და ნაყოფსაც იძლევა სულისთვის ტკბილს. ადამიანი კმაყოფილი რჩება. სწორედ ასე იქაური ტანჯვაც ნუგეშის წყაროდ იქცა. გრძნობდი დახმარებას, რომელიც გარედან, ღმერთისგან მომდინარეობდა, რომელიც გარკვეულ სიხარულს მანიჭებდა. მაგალითად, სულიერ სიმშვიდეს, რომელსაც ადამიანი გარეთ ყოფნისას მხოლოდ უმცირესი ზომით თუ იგემებს. არავის მიმართ გულში წყენა არ მქონია იმის გამო, რომ იქ აღმოუჩნდი. შვიდად მივხვდი, რომ ეს ტანჯვა ჩემთვის იყო, ჩემი ცოდვებისა და ცხოვრებისეული შეცდომების გამო. ასე რომ, მე ეს ერთგვარ მონანიებად აღვიქვი და სრული შინაგანი თავისუფლებით ვიღებდი მას.